კინოტერორის წინააღმდეგ ხელოვანების საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. კინოცენტრის ახალ შენობასთან კინოს პროფესიონალები და მოყვარულები შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა რეჟიმის პატიმარს, ასევე იმ პროფესიულ გაერთიანებასა თუ ცალკეულ ადამიანებს, ვინც წინააღმდეგობაშია. ყველა შეკრებას აქვს ერთ და იგივე მიზანი, ერთ და იგივე მოთხოვნა. ეს არის ხელახალი არჩევნები და არის ყველა უკანონო პატიმრის დაუყოვნებელი განთავისუფლება. ხო, მეტი არ ვიცი ამას რა შეიძლება რომ დავამატო, სხვადასხვა სფერო იკრიბება და სხვადასხვანაირად გამოხატავს პროტესტს, მაგრამ ერთი და იგივე თემასთან დაკავშირებით და ეხლა არის ხო რაღაცა კინოსახიობების და კინორეჟისორების და კინოსფეროში მოღვაწე ადამიანების შეკრება და პროტესტი. პროტესტი გაგრძელდება გამარჯვებამდე და ეს ყველაფერი გამოჩნდა უკვე პირველივე დღეებში ამ უწყვეტი პროტესტის დაწყებისა. 28-ში მე სიმართლე გითხრათ ვგრძნობდი ამას რა. დღეს ჩვენ ვამბობთ რომ კინო ტერორის წინააღმდეგ იქნება. გუშინ თეატრმა თქვა რომ ტერორის წინააღმდეგ თეატრი იქნება, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ რაც გვაერთიანებს ეს მოქალაქეობაა და ეს ჩვენი იარაღია რომ ჩვენ როგორც მოქალაქეები ვიბრძვით ტერორის უსამართლობის და ტირანიის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე ჩვენ როგორც პროფესიონალები ჩვენი პროფესიების ფარგლებში ვიბრძვით ან უმეცრების წინააღმდეგ. დღეს დაანონსა ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა დაანონსა ალბათ მორიგი რეპრესიები უკვე სახელოვნებო სივრცეში და წინასწარ დაგვაბრალა მან ის რისი სამზადისიც და საფუძველიც მან შეამზადა წელიწადზე მეტი ხნის წინ, როცა ჩვენი მეგობრები ატარეს სუსის დაკითხვებზე, ვითომ და ვიღაცა ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებისთვის, სახელმწიფო გადაატრიალეს მათ. ეს ერთ-ერთი აქცია იმ დიდი მთელი ქვეყნის აქციის ნაწილი, უბრალოდ დღეს კინემატოგრაფისტები, მაგრამ ჩვენ სულ ყველანი საერთო აქციის მონაწილეებიც ვართ. ეს არის რასაკვირველია აუცილებლობა ახალი არჩევნების, რომლებიც უნდა ჩატარდეს ოღონდაც ისე კი არა, როგორც ახლა ჩატარდა ფალსიფიცირებული, არამედ აბსოლუტურად სწორად. ეს უნდა კატასტროფისგან გადარჩეს ჩვენი ქვეყანა, სადაც კვდება კულტურა. უკვე პრინციპში ყველა მისი განხრა, მე ახლა კინოზე ვამბობ, რომელსაც იცით როგორ ისეთი გამალებული, ისეთი ბოღმით, ისეთი ბოროტებით, ისეთი გესლით ცდილობენ რომ მოკლათ. პროტესტი კინოცენტრის წინააღმდეგ ბევრად ადრე დაიწყო. მე არა ვარ ამის სულის ჩამდგმელი ნამდვილად, მაგრამ ჩემთვის ძალიან პატივია ყოველთვის ამ ხალხის გვერდით დგომა და ამ პროტესტის ხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს არიან სრული ნონკონფორმისტები, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ, ყველაზე მეტად დაზარალდნენ, იმიტომ რომ უფულოდ უბრალოდ კინოს ვერ გადაიღებ და თუ არ ახარ იმაში. ანუ საკუთარ პროფესიას იმედი მაქვს დროებით და ცოტა ხნით ყველა გამოეთხოვა. ეხლა ყობახიძის ის მე არ მინახია, მაგრამ რა უნდა თქვას, ერთი რაღაცა ნამდვილად არის, რომ ქართული კულტურა მოწყვეტილია აბსოლუტურად რუსულ იმპერიას და მის გავლენებს და ეს არის ძალიან გასახარი, იმიტომაც კულტურის მოღვაწეები დგანან იქ, სადაც დგანან.